ახლა ამ მომენტში თქვენი ხელები წარმოქმნიან ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც საკმარისად ძლიერია თქვენი სხეულიდან 3 სრული ფუტის დაშორებით. თქვენ მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში ყოველდღე ფლობდით ამ არაჩვეულებრივ უნარს. ერთადერთი პრობლემა, არავის არასდროს უსწავლებიათ მისი გამოყენება. და ეს შემთხვევითი არ არის. აი, სიმართლე, რომლის ცოდნაც მათ არ სურთ. მიზეზი, რის გამოც თავს ხაფანგში გრძნობთ, თითქოს ცხოვრება თქვენს თავს ხდება და არა თქვენი მეშვეობით, არ არის ის, რომ ინტელექტი, ნიჭი ან პოტენციალი გაგლიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ მთელ თქვენს არსებობას ჩართული მუხრუჯით ცხოვრობთ. თქვენი ხელები, ყველაზე ძლიერი ბიოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც გაქვთ, ამჟამად მუშაობს მათი რეალური სიმძლავრის დაახლოებით 5%-ით. თქვენ მართავთ ფერარის, რომელიც პირველ სიჩქარეშია ჩარჩენილი, უყურებთ ყველას, ვინც გზატკეცილზე გაგივლის და გაინტერესებთ, რატომ ვერ ეწევით. ყურადღებით მოусმინეთ. ახლა, ზუსტად ამ მომენტში, თქვენ უკვე გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ თქვენი რეალობის ფუნდამენტურად შესაცვლელად. არა ოდესმე, როდესაც უფრო მომზადებული იქნებით. არა მას შემდეგ, რაც კიდევ ათეულ წიგნს წაიკითხავთ ან კიდევ რამდენიმე კურსს გაივლით. დღეს საღამოს, სანამ ბალიშს მიაწვევით, შეგიძლიათ ისწავლოთ ისეთი რამ, რაც ხვალინდელ დღეს ფუნდამენტურად, საგრძნობლად განსხვავებულს გახდის დღევანდელისგან. თუმცა, სანამ გავაგრძელებთ, უნდა გაგაფრთხილოთ. როგორც კი აღმოაჩენთ, რა შეუძლიათ სინამდვილეში თქვენს ხელებს, როგორც კი პირველად იგრძნობთ ენერგიის მოძრაობას მათში ბრძანებით, თქვენში რაღაც ფართოდ იხსნება. არა დამანგრეველი გზით, არამედ ისე, როგორც თესლის გარსი უნდა გაიბზაროს, რათა შიგნით მცენარე აღმოცენდეს და გაიზარდოს. ამის შემდეგ ვეღარ შეძლებთ ისევ დაძინებას. ვეღარ შეძლებთ იმის პრეტენზია, რომ არ იცით ის, რაც ახლა იცით. და ყოველი დღე, როდესაც ამ უნარის არ გამოყენებას ირჩევთ, ხდება შეგნებული გადაწყვეტილება, დარჩეთ პატარა, დარჩეთ შეზღუდული, შეეგუოთ უძლურებას, როდესაც ძალაუფლება სიტყვასიტყვით თქვენს ხელშია. ახლა თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, თქვენს კოლეგებს, რომლებიც მეზობელ კაბინეტში სხედან, თქვენი ოჯახის წევრებს სადილის მაგიდასთან, თუნდაც EC ექსპერტებს თავიანთი ხარისხითა და სერტიფიკატებით, მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ეს შესაძლებელია. ისინი ყველა დადიან ამ წარმოუდგენელი ინსტრუმენტებით, რომლებიც მუდმივად მიმაგრებულია მაჯებზე და იყენებენ მათ მხოლოდ სოციალური მედიის არხების გადახვევისა და ელექტრონული პოსტისა და ტექსტური შეტყობინებების აკრეფის გარდა. ამასობაში მთელ პლანეტაზე მიმოფანტულნი არიან ადამიანები, რომლებმაც საიდუმლო ამოიცნეს. ადამიანები, რომლებმაც აღმოაჩინეს, თუ როგორ გამოიყენონ ხელები, რათა პირდაპირ გავლენა მოახდინონ საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, ურთიერთობებზე, გარემოზე, თავად რეალობის მთელ სუბიექტურ გამოცდილებაზე. და თქვენსა და მათ შორის არსებული უფსკრული, ეს უფსკრული, რომელიც გადაულახავი ჩანს, არ არის დაკავშირებული ნიჭთან, გენეტიკასთან ან რაიმე მისტიკურ ნიჭთან, რომლითაც ისინი დაიბადნენ. ეს უბრალოდ ცოდნაა, რომელიც შერწყმულია მუდმივ პრაქტიკასთან. სულ ეს არის. ეს არის მთელი საიდუმლო. გულწრფელად დაფიქრდით, სად ხართ ახლა თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა, კისერსა და მხრებში ქრონიკულ დაძაბულობას ებრძვით, რომელიც არასდროს ქრება სრულად, რაც არ უნდა ეცადოთ. შესაძლოა, მუდმივად დაღლილი ხართ, ყოველდღე იტანჯებით, რამდენი საათიც არ უნდა გძინოთ. შესაძლოა, თავს უხილავად გრძნობთ, თითქოს არაფერს, რასაც აკეთებთ, არ აქვს რაიმე რეალური და ხანგრძლივი გავლენა თქვენს გარშემო არსებულ სამყაროზე. შესაძლოა, თქვენზე ახალგაზრდა ადამიანების პროფესიულ წინსვლას უყურებთ და იწყებთ ფიქრს, რომ თქვენი საუკეთესო წლები სამუდამოდ უკან დარჩა. შესაძლოა, ყოველ დილით იღვიძებთ დაღლილობის შეგრძნებით, უკვე შიშით ელოდებით დღის დაწყებას. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ყველა ეს პრობლემა, ყველა მათგანი, ფუნდამენტურად დაკავშირებულია ენერგიასთან? არა რაიმე ბუნდოვანი, აბსტრაქტული, მისტიკური გზით, რომლის დადგენა ან გაზომვა შეუძლებელია. კონკრეტული, ხელშესახები, მეცნიერულად გაზომვადი გზით. თქვენი სხეული ელექტროენერგიაზე მუშაობს. ეს არ არის მეტაფორა. თქვენს ნერვულ სისტემაში გამავალი ყოველი ნერვული იმპულსი ელექტრული მოვლენაა. ყოველი გულისცემა ელექტრული სიგნალებით არის გამოწვეული. თქვენს ტვინში გამავალი ყოველი აზრი ელექტრული და ქიმიური კასკადი არის. თქვენი უჯრედები ერთმანეთთან ელექტრომაგნიტური სიგნალების საშუალებით ურთიერთობენ. თქვენი გული წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც 500-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი ტვინის ველი. თქვენი ხელები, თქვენი შესანიშნავი ხელები, არის მთავარი ინტერფეისი თქვენს შინაგან ენერგეტიკულ სისტემასა და გარე რეალობას შორის, რომელშიც ყოველდღიურად ნავიგაციას ახდენთ. თქვენ ეს ადრეც გიგრძვნიათ.
უბრალოდ ვერ აცნობიერებთ რა იყო ეს. გახსოვთ ბოლოს, როდესაც ოთახში შეხვედით და მაშინვე იგრძენით დაძაბულობა, დისკომფორტი, თითქოს რაღაც შეუმჩნევლად არასწორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნორმალურად გამოიყურებოდა. ეს არ იყო მხოლოდ ინტუიცია, წარმოსახვა ან პარანოია. ეს იყო თქვენი ხელები, რომლებიც აღმოაჩენდნენ დარღვეულ, ქაოტურ ელექტრომაგნიტურ ველებს ამ ფიზიკურ სივრცეში. გახსოვთ, როდესაც შეხვდით ადამიანს, რომელიც ერთი შეხედვით იდეალურად კარგი ჩანდა. ყველა საჭირო სიტყვა თქვა, სწორ მომენტებში გაიღიმა, მაგრამ რაღაც სიღრმეში, რაც გინდოდათ, უკან დაეხიათ, დისტანციის შექმნა გინდოდათ. თქვენმა ხელებმა შენიშნეს მათი ქაოტური, არათანმიმდევრული ენერგეტიკული ხელმოწერა, სანამ თქვენი შეგნებული ტვინი დაამუშავებდა მათი პირიდან გამომავალ სიტყვებს. გახსოვთ, როდესაც ნაზად დაადეთ ხელი ვინმეს მხარზე, როდესაც ისინი განაწყენებულები იყვნენ და ისინი მოულოდნელად მოდუნდნენ, სუნთქვა შეუნელდათ, დაძაბულობა შესამჩნევად გაქრა. თქვენ გეგონათ, რომ ეს უბრალოდ კომფორტი იყო, უბრალოდ ადამიანური შეხებისა და კავშირის ძალა. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად მეტი იყო. თქვენი ხელები გადასცემდა თქვენს საკუთარ მშვიდ, თანმიმდევრულ ელექტრომაგნიტურ ველს პირდაპირ მათ დარღვეულ, სტრესულ ველში, აძლევდა მათ გადატვირთულ ნერვულ სისტემას სტაბილურ შაბლონს სინქრონიზაციისა და შესატყვისობისთვის. თქვენი ხელები მთელი ცხოვრება ცდილობდნენ თქვენთან კომუნიკაციას. ისინი გამუდმებით იღებდნენ თქვენი გარემოდან სიგნალებს, გადასცემდნენ თქვენს შინაგან მდგომარეობას გარეთ. გავლენას ახდენდნენ თქვენს გარშემო არსებულ ყველაფერზე და ყველაზე. თქვენ უბრალოდ არასდროს გისწავლიათ მათ ენაზე საუბარი. არასდროს გისწავლიათ იმის მოსმენა, რასაც ისინი გეუბნებიან. თქვენ დადიოდით ჯიბეში სუპერკომპიუტერით და იყენებდით მას მხოლოდ ქაღალდის საწონად. ამ მომენტამდე. აი, ზუსტად რა მოხდება მომდევნო 60 წამის განმავლობაში. თქვენ დაუმტკიცებთ საკუთარ თავს ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია. არა იმიტომ, რომ მე გეუბნებით, რომ ეს რეალურია, ან იმიტომ, რომ წაიკითხეთ წიგნში ან მოისმინეთ რომელიმე გურუსგან. იმიტომ, რომ ამას პირდაპირ იგრძნობთ თქვენივე ფიზიკური ხელებით. რწმენა არ არის საჭირო. რწმენის სისტემა არ არის საჭირო. სულიერი ჩარჩო არ არის საჭირო. უბრალოდ პირდაპირი, დაუფარავი, უდავო გამოცდილება. შეწყვიტეთ ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებთ. თუ ტელეფონს უჭირავთ, გადადეთ. თუ მოხრილი ხართ, სწორად დაჯექით. მხრები უკან გადაციეთ, მოხსენით დაძაბულობა. ერთი ღრმად, სრულად ჩაისუნთქეთ. ფილტვები სრულიად ქვემოდან ზემოთ აავსეთ, მუცლიდან დაწყებული. შემდეგ მთლიანად ზემოდან ქვემოთ დაცალეთ და ჰაერი ბოლომდე ამოისუნთქეთ. ახლა ორივე ხელი წინ გაშალეთ, ხელისგულები ერთმანეთისკენ მიმართული, დაახლოებით 6 ინჩის დაშორებით. არ მისცეთ მათ შეხების უფლება. უბრალოდ სივრცეში ერთმანეთის პარალელურად დაიჯირეთ. თითქოს ნაზად უხილავ ბურთს უჯირავთ ხელისგულებს შორის. ნუ ეცდებით რაიმე კონკრეტულის შეგრძნებას. ნუ ეცდებით ძალისხმევით ან კონცენტრაციით რაიმეს მოხდენას. ნუ დაიძაბებით და ნუ დაიძაბებით. უბრალოდ მთლიანად მოდუნდით და ფრთხილად მიაქციეთ ყურადღება ხელისგულებს. უბრალოდ შეამჩნიეთ, რა არის იქ. დაახლოებით 10 წამის შემდეგ რაღაც დაიწყებს ცვლილებას. შეიძლება იგრძნოთ სითბო, რომელიც ნელ-ნელა გროვდება ხელებს შორის, დახვეწილი, მაგრამ უტყუარი სითბო. ან ჩხვლეტა, თითქოს ნაზი ელექტროენერგია ცეკვავს თქვენს კანზე. ან მაგნიტური შეგრძნება, თითქოს ხელისგულები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ ან ერთმანეთს შეკრან. ზოგიერთი ადამიანი ამას აღწერს, როგორც ცნევას, თითქოს ხელებს შორის ჰაერი რაღაცნაირად უფრო სქელი, მკვრივი და მასიური ხდება. სხვები გრძნობენ დახვეწილ პულსირებად რიტმს. ზოგი სითბოს ნაცვლად სიგრილეს გრძნობს. თითქოს გამაგრილებელი ნიავი უბერავს ხელისგულებს შორის. რასაც არ უნდა გრძნობდეთ ახლა, ან ჯერ არ გრძნობდეთ, თუ თქვენს ნერვულ სისტემას მეტი დრო სჭირდება, ეს შეგრძნება აბსოლუტურად რეალურია. ეს არის თქვენი ელექტრომაგნიტური ველი თქვენს ხელებს შორის, რომელიც საკმარისად ძლიერი, თანმიმდევრული და ორგანიზებული ხდება თქვენი შეგნებული გონებისთვის, რომ საბოლოოდ აღმოაჩინოს იგი. თქვენი ხელები მთელი თქვენი ცხოვრების ყოველ წამს წარმოქმნიან ამ ველს. თქვენ უბრალოდ არასდროს შეგიმჩნევიათ ეს შეგნებულად, რადგან არავის უთქვამს თქვენთვის მისი ძებნა. არავის არასდროს უსწავლებია თქვენთვის მისი არსებობა. ეს ველი არ არის სუსტი ან უმნიშვნელო. მეცნიერებმა ის ფართოდ გაზომეს. ადამიანის სხეული მუდმივად გამოიმუშავებს 50-დან 100 მილივოლტამდე ელექტროენერგიას ყოველ წამს, როცა ცოცხალი ხართ. მხოლოდ თქვენი გული გამოიმუშავებს საკმარის ელექტრომაგნიტურ ძალას,
რათა აღმოაჩინოს მგრძნობიარე ინსტრუმენტებით თქვენი სხეულიდან რამდენიმე ფუტის დაშორებით. ეს არ არის მეტაფიზიკური ენერგია, სულიერი ვიბრაცია ან ახალი ეპოქის ფილოსოფია. ეს არის პირდაპირი, გაზომვადი, რაოდენობრივი, მეცნიერულად დოკუმენტირებული ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ახლა ნელა მიიტანეთ ხელები ერთმანეთს, შემდეგ კი დააშორეთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ იცვლება შეგრძნება მანძილის მიხედვით. რაც უფრო ახლოს ხართ, მით უფრო ძლიერდება, უფრო ინტენსიური ხდება, უფრო კონცენტრირებულია უფრო მცირე ფართობზე. რაც უფრო შორს ხართ, მით უფრო ვრცელდება, უფრო დიფუზური ხდება, უფრო დიდ სივრცეს მოიცავს. თქვენ ფაქტიურად გრძნობთ უხილავი ენერგეტიკული ველების ურთიერთქმედებას ერთმანეთთან რეალურ დროში. ეს ისეთივე ფიზიკურად რეალურია, როგორც ცეცხლიდან გამოსხივებული სითბოს ან მაგნიტური მიზიდულობის შეგრძნება, როდესაც ორ მაგნიტს ერთმანეთთან ახლოს აახლოებთ. თუ ამას ჯერ არ გრძნობთ, ეს სრულიად ნორმალურია და ნორმალურია. თქვენმა ნერვულმა სისტემამ აცლეულები, შესაძლოა მთელი ცხოვრება, დახარჯა ამ კონკრეტული ინფორმაციის ფილტრაციაზე, როგორც არარელევანტურ ფონურ ხმაურზე. ეს ზუსტად იგივეა, რაც ხმაურიან წვეულებაზე მშვიდი საუბრის მოსმენას ცდილობთ. ხმის ტალღები თქვენს ყურის ბარაბნებს ურტყამს, თქვენი ყურები იჯერენ ინფორმაციას, მაგრამ თქვენმა ტვინმა ჯერ არ ისწავლა სიგნალის ხმაურისგან გამოყოფა. ხელები ერთ პოზიციაზე გეჭიროთ. ისუნთქეთ ნორმალურად და ბუნებრივად. შეწყვიტეთ ამდენი ძალისხმევა. მიეცით საშუალება შეგრძნებას თქვენამდე მოვიდეს, მის დევნას კი არა. ახლა გრძნობთ ამას, არა? ეს თბილი, ჩხვლეტის, მაგნიტური, პულსირებადი შეგრძნება თქვენს ხელისგულებს შორის. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ყველაფერი იცვლება თქვენთვის. რადგან ახლა თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებით იცით, რომ ეს არ არის თეორია, რწმენა ან წარმოსახვა. ეს არ არის ის, რაც სხვა განსაკუთრებული ადამიანებისთვის მუშაობს, მაგრამ შეიძლება თქვენთვის არ იმუშაოს. ეს არის თქვენი ხელები, რომლებიც წარმოქმნიან გაზომვად ველს, რომლის აღმოჩენაც შეგიძლიათ თქვენივე პირდაპირი გრძნობებით ახლა, ამ აწმყო მომენტში. და აი, რას ნიშნავს ეს, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში, ფუნდამენტურად. თუ შეგიძლიათ ამ ენერგიის შეგრძნება, შეგიძლიათ ისწავლოთ მისი მართვა. თუ შეგიძლიათ მისი მართვა, შეგიძლიათ მისი განზრახ გამოყენება. თუ შეგიძლიათ მისი გამოყენება, შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენს ფიზიკურ სხეულზე, თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, თქვენს უშუალო გარემოზე. და თუ შეგიძლიათ ამ ყველაფერზე გავლენის მოხდენა, მაშინ ყველაფერი, რაც მთელი ცხოვრება გითხრეს თქვენი შეზღუდვების, შესაძლო და შეუძლებლის შესახებ, სრული ტყუილია. თქვენ არ ხართ უძლური. თქვენ არ ხართ ჩარჩენილი. თქვენ არ ხართ ძალიან მოხუცი ან ძალიან დაღლილი ან ძალიან დაზიანებული ან ძალიან გატეხილი თქვენი ცხოვრების შესაცვლელად. თქვენ უბრალოდ ამჟამად იყენებთ იმ ხელსაწყოების დაახლოებით 5%-ს, რომლითაც დაიბადეთ. და მომდევნო საათში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ დანარჩენ 95%. გსურთ იცოდეთ, რატომ არავინ გასწავლათ ეს სკოლაში? რატომ არ ახსენა ეს თქვენს ექიმს ყველა თქვენს ვიზიტზე? რატომ არ არის ეს ინფორმაცია საყოველთაოდ ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამ ტექნიკას ათასობით წლის განმავლობაში იყენებენ დედამიწის ყველა კულტურაში? იმიტომ, რომ თუ თქვენ იცით, როგორ გამოიყენოთ ხელები თქვენს ენერგეტიკულ ველზე გავლენის მოხდენისთვის, თქვენი ნერვული სისტემის დასამშვიდებლად ბრძანებისთანავე, საკუთარი მდგომარეობის შესაცვლელად, როცა გსურთ, არ დაგჭირდებათ ნახევარი რამ, რასაც სისტემა სასოწარკვეთილად ცდილობს გყიდოთ. დაფიქრდით. რა მოხდება, თუ თქვენი ხელები დაგეხმარებათ ძილის წინ იმდენად ღრმად მოდუნებაში, რომ ძილი ბუნებრივად, ძალისხმევის გარეშე, მედიკამენტების ან დანამატების გარეშე მოვიდეს? რა მოხდება, თუ შფოთვას 2 წუთში დაამშვიდებთ აბების ან თერაპიის სესიების გარეშე? რა მოხდება, თუ მხრებიდან დაძაბულობას მოიხსნით, ძვირადღირებული მასაჟების ან ქიროპრაქტიკოსთან ვიზიტების გარეშე? რა მოხდება, თუ თქვენი ემოციური მდგომარეობა გადატვირთულიდან ცენტრირებულზე გადაიყვანთ საკუთარი თავის გარეთ არაფრის საჭიროების გარეშე? სისტემა არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გაგხადოთ ძლიერი. ის შექმნილია იმისთვის, რომ გახდეთ დამოკიდებული. ძლიერი ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ენერგიის რეგულირება, საკუთარ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა და საკუთარი სასიცოცხლო ძალის შეგნებულად წარმართვა, საშინელი მომხმარებელია. ისინი დიდად არ ყიდულობენ. მათ არც სჭირდებათ ბევრი. ისინი ადვილად არ ემორჩილებიან გარე ავტორიტეტს. ამიტომ ეს ცოდნა სისტემატურად იმალება. არა კვამლით სავსე ოთახებში ბნელი ფიგურების მქონე რაიმე დიდი შეთქმულების გზით, არამედ სისტემატური იმედგაცრუებისა და უარყოფის გზით.
როდესაც ვინმე ენერგეტიკულ მუშაობას მეინსტრიმულ გარემოში ახსენებს, მას მაშინვე თვუვუ, სანთე არამეცნიერულს უწოდებენ. როდესაც ვინმე პრაქტიკული მკურნალობის ტექნიკას გვთავაზობს, მას საუკეთესო შემთხვევაში პლაცებოდ მიიჩნევენ, უარეს შემთხვევაში კი საშიშ ფსევდომეცნიერებად. ამასობაში თქვენი ტელეფონის მწარმოებელმა აბსოლუტურად იცის, რომ თქვენი ხელები ელექტრომაგნიტურ ველებს წარმოქმნის. მათ ამ ბიოლოგიური ფაქტის ირგვლივ ინჟინერია მოუწიათ, რათა სენსორული ეკრანები სწორად მუშაობდნენ. თქვენი ადგილობრივი საავადმყოფო ყოველდღიურად იყენებს ელექტრომაგნიტურ ველებს დიაგნოსტიკური გამოსახულების მისაღებად. ტექნოლოგიური სექტორი მილიარდობით დოლარს შოულობს ხელების ბუნებრივი მოქმედების გაგებითა და გამოყენებით. თუმცა ისინი არ გასწავლიან, თუ როგორ გამოიყენოთ საკუთარი ხელები შეგნებულად საკუთარი სარგებლისთვის. რადგან როგორც კი გააცნობიერებ, რომ არ ხარ ბუნებით უძლური, საშიში ხდები სისტემისთვის, რომელიც მთლიანად შენს მორჩილებასა და მოხმარებაზეა აგებული. აი, რა დაგემართა, როცა პატარა იყავი. როცა 3, 4, 5 წლის იყავი, ალბათ ინსტინქტურად ცდილობდი დაშავებული ადამიანის დახმარებას შეხებით. შესაძლოა, მეგობარმა სათამაშო მოედანზე მუხლი მოიფხანა და მაშინვე ხელი დაადე ფიქრის გარეშე. ან ოჯახის წევრმა თავის ტყივილი უჩიოდა და ხელი ასწიე, რომ შუბლზე შეგეხებინა. ან შენი შინაური ცხოველი ავად იყო და ხელები მჭიდროდ გეჭირა, სხეულზე მიჯერდი. და შესაძლოა, მხოლოდ ერთი წამით, მან თავი უკეთ იგრძნო. ტყივილი შემცირდა. დაძაბულობა შემსუბუქდა. რაღაც შეიცვალა. მაგრამ შემდეგ უფროსები ჩაერივნენ. გითხრეს, რომ ეს უბრალოდ დამთხევა იყო, უბრალოდ შეხების კომფორტი, უბრალოდ ზრუნვის ფსიქოლოგიური ძალა, სხვა არაფერი. აქტიურად გიგრძალავდნენ იმის ნდობას, რაც შენმა ხელებმა ბუნებრივად იციან. გასწავლიდნენ, რომ საკუთარი პირდაპირი გამოცდილება უგულებელგეთ იმის სასარგებლოდ, რასაც ავტორიტეტული ფიგურები გეუბნებოდნენ, რომ რეალურია. დროთა განმავლობაში ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად დაგავიწყდათ. ის ნერვული გზები, რომლებიც ოდესღაც თქვენს შეგნებულ განზრახვას თქვენს ელექტრომაგნიტურ გამომავალთან აკავშირებდა, მიძინებული გახდა. არ განადგურებულა, არ გამქრალა, უბრალოდ მიძინებული. გამოუყენებელი. არააქტიური. ელოდებით. ახლა კი 45 წლის ხართ და უმკლავდებით დაბერებასთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას. ქრონიკულ დაძაბულობას, რომელიც სრულად ვერასდროს გათავისუფლებთ. მუდმივ დაღლილობას, რომელსაც ძილი ვერ ასწორებს. სტრესს, რომელიც იმდენად ნორმალური გახდა, რომ ძლივს ამჩნევთ. შფოთვას, რომელიც ყველაფერს აფერადებს. იმ მზარდი გრძნობას, რომ თქვენი სხეული ნელ-ნელა გტოვებთ, იშლება გღალატობთ. და თქვენ სრულიად დაგავიწყდათ, რომ ოდესმე გქონიათ ეს უნარი. თქვენ სრულად მიიღეთ, რომ ასე უნდა გრძნობდეთ თავს, რომ დაბერება გარდაულად ამას ნიშნავს, რომ უბრალოდ უნდა იცხოვროთ იმით, რასაც თქვენი სხეული გიგზავნით. მაგრამ უყურეთ პატარა ბავშვს, რომელიც მუხლს იხეხავს. პირველი, რასაც ისინი ინსტინქტურად აკეთებენ, დირილამდე, დახმარების გამოძახებამდე, არის ხელის პირდაპირ დაზიანებაზე დადება. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ასწავლა მათ ამის გაკეთება. იმიტომ, რომ ადამიანებმა ინსტინქტურად, თანდაყოლილად იციან, რომ ხელები კურნავს, რომ ხელები გავლენას ახდენს, რომ ხელებს შეუძლიათ ენერგიის გამოსწორებისკენ მიმართვა. ჩვენ უბრალოდ სისტემატურად გვასწავლეს ამ ბუნებრივი უნარის დავიწყება. დღეს, ახლა, თქვენ გაიხსენებთ. თქვენ უკვე დაუმტკიცეთ საკუთარ თავს, რომ შეგიძლიათ იგრძნოთ ენერგია თქვენს ხელებს შორის. ეს არის საფუძველი. ახლა თქვენ ისწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ ეს ენერგია, რათა შეცვალოთ რაღაც რეალური საკუთარ თავში, რაღაც ხელშესახები, რაღაც, რასაც შეამჩნევთ ხვალდილით, როცა გაიღვიძებთ. დაფიქრდით ერთ რამეზე, რაც ახლა გაწუხებთ. ნუ აირჩევთ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ, ყველაზე დამანგრეველ პრობლემას. ჩვენ ამას თანდათანობით მოვაგვარებთ. აირჩიეთ რაიმე მართვადი, რაღაც კონკრეტული. შესაძლოა ეს იყოს მხრებში დაძაბულობა მთელი დღის განმავლობაში მაგიდასთან მოხრილი ჯდომისგან. შესაძლოა ეს იყოს დაძინების სირთულე, რადგან თქვენი გონება დაუსრულებლად ჩქარობს. შესაძლოა ეს შფოთვა, რომელიც მკერდში გიდევთ, როგორც მძიმე ტვირთი, რომლის განძრევაც არ შეგიძლიათ. შესაძლოა ეს მუდმივი თავის ტყივილია, რომელიც საათობით გაწუხებთ. შესაძლოა ეს უბრალოდ ზოგადი დაღლილობაა, რაც ყველაფერს უფრო რთულს ხდის, ვიდრე უნდა იყოს. რამე კონკრეტული გაქვთ მხედველობაში? კარგი. მომდევნო 3 წუთში ყველაფერს შეცვლით. იპოვეთ წყნარი ადგილი, სადაც მხოლოდ რამდენიმე წუთით შეგაწყვეტინებენ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
3 წუთიანი ნამდვილად კონცენტრირებული ვარჯიში 3 საათიან გაფანტულ. ნახევრად გულმოდგინე ვარჯიშს უდრის. კომფორტულად დაჯექით, სადაც არ უნდა იყოთ. თუ სკამზე ზიხართ, ორივე ფეხი იატაკზე დადეთ მიწაზე. თუ დივანზე ან საწოლზე ზიხართ, ხერხემალი საკმაოდ გამართული და არა გაშეშებული გქონდეთ. საქმე იდეალურ სამხედრო პოზას არ ეხება. საქმე ეხება ენერგიის თავისუფლად მოძრაობას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ზედმეტი შეკუმშვის ან ბლოკირების გარეშე. ნაზად დახუჭეთ თვალები. სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. და მე ვგულისხმობ ნამდვილად ღრმა სუნთქვას, არა ზედაპირულ გულმკერდით სუნთქვას, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ქვეცნობიერად აკეთებს მთელი დღის განმავლობაში. ჯერ მუცელი შეავსეთ, თითქოს ჭიპის უკან ბუშტს ბერავთ. შემდეგ შეავსეთ მკერდი. შემდეგ კი ლავიცის ძვლებამდე. უნდა იგრძნოთ, როგორ გაფართოვდება მთელი ტორსი ყველა მიმართულებით. შეიკავეთ თითოეული სუნთქვა 4-მდე დათვლით. იგრძენით, როგორ აჯერებს ჟანგბადი თქვენს სისხლს, აღწევს ყველა უჯრედამდე. შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ, 6 სრული წამი დაუთმეთ ფილტვების სრულად დაცლას. ამოისუნთქეთ ჰაერის ყოველი ბოლო ნაწილაკი. თითქოს მილიდან ბოლო წვეთებს წურავთ. თქვენ ახლახან გააკეთეთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადამიანების უმეტესობა არასდროს აკეთებს შეგნებულად. ამ კონკრეტულმა სუნთქვის ნიმუშმა გააქტიურა თქვენი პარასიმპათიკური ნერვული სისტემა. ის ტოტი, რომელიც ამშვიდებს, იწყებს განკურნებას, ხელს უწყობს აღდგენას. ადამიანების უმეტესობა მუდმივი სტრესის რეჟიმში ცხოვრობს, სიმპათიკური ნერვული სისტემის დომინირებაში და ვერასდროს აღწევს ამ განკურნების მდგომარეობას. თქვენ უბრალოდ გააქტიურეთ ის 30 წამში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენს სხეულს აქვს 2 ფუნდამენტური მოქმედების რეჟიმი: სტრესის რეჟიმი და განკურნების რეჟიმი. თქვენ აბსოლუტურად ვერ განიკურნებით, გამოჯამრთელდებით ან აღადგენთ თავს სტრესის რეჟიმში ყოფნისას. თქვენი სხეულის ყველა რესურსი მიმართულია აღქმული საფრთხეების, რეალური თუ წარმოსახვითი მოგვარებაზე. როდესაც ასე ნელა და ღრმად სუნთქავთ, თქვენს ტვინს მკაფიო სიგნალს უგზავნით. ახლა უსაფრთხოდ ვართ. შეგვიძლია განკურნება. შეგვიძლია აღდგენა. თქვენი სხეული საპასუხოდ მაშინვე იცვლის რეჟიმს. ახლა კი ტექნიკა, რომელსაც აპირებთ გამოიყენოთ, 10-ჯერ უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე სტრესის რეჟიმში. ახლა ხელები მკერდის წინ მიიტანეთ, ხელისგულები ერთმანეთისკენ მიმართული, დაახლოებით 1 ფუტის დაშორებით. გაიხსენეთ ის შეგრძნება, რომელიც ადრე იგრძენით, ეს სითბო, ჩხვლეტა ან მაგნიტური მიზიდულობა თქვენს ხელისგულებს შორის. ისევ იპოვეთ ის. ამჯერად ის უფრო სწრაფად უნდა მოვიდეს, რადგან თქვენი ნერვული სისტემა იმახსოვრებს ნიმუშს, უკვე დადგენილი აქვს გზა. თუ ის მაშინვე არ მოდის, ეს სრულიად ნორმალურია. ხელები ენერგიულად შეიზილეთ ერთმანეთში 10 წამის განმავლობაში. ეს მკვეთრად ზრდის სისხლის მიმოქცევას და ელექტრომაგნიტურ აქტივობას თქვენს ხელებში. შემდეგ კვლავ დააშორეთ ისინი ერთმანეთს. შეგრძნება უტყუარი იქნება. როგორც კი იგრძნობთ, რომ ეს შეგრძნება იზრდება, რომ ელექტრომაგნიტური ველი თანმიმდევრული და შესამჩნევი ხდება თქვენს ხელისგულებს შორის. აი, რას გააკეთებთ შემდეგ. ნათლად დაფიქრდით თქვენს მიერ არჩეულ პრობლემაზე. ეს მხრების დაჩიმულობა, ეს ძილის სირთულე, ეს გულმკერდის შფოთვა, ეს მუდმივი თავის ტკივილი. წარმოიდგინეთ ეს კრისტალურად მკაფიოდ. ზუსტად სად გრძნობთ მას თქვენს სხეულში? როგორია ზუსტად? მკვეთრია თუ ხრუ? ცხელია თუ ცივი? დაჩიმულია თუ გაფანტული? პულსირებადია თუ მუდმივი? ჯერ ნუ ეცდებით მის გამოსწორებას. ნუ განსჯით ან წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ. უბრალოდ სრულად აღიარეთ. 1 წამით დაუთმეთ მას თქვენი სრული, განუყოფელი ყურადღება. ეს ნაბიჯი აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანების უმეტესობა მთელ ცხოვრებას დისკომფორტისგან თავის დაღწევაში ატარებს. როგორც კი ტკივილს, დაძაბულობას ან შფოთვას გრძნობენ, ისინი მაშინვე ყურადღებას ფანტავენ, იღებენ მედიკამენტებს, უგულებელყოფენ, თრგუნავენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა თავი აარიდონ მის შეგრძნებას. მაგრამ დისკომფორტი ინფორმაციაა. თქვენი სხეული ცდილობს გითხრათ რაღაც მნიშვნელოვანი. სანამ შეცვლით იმას, რაც ხდება, უნდა აღიაროთ, რა არის სინამდვილეში ამ მომენტში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ხელებს შორის ენერგია თბილი, სამკურნალო სინათლეა. გახადეთ ის, რაც შეიძლება კაშკაშა და მკაფიო თქვენი გონების თვალით. აირჩიეთ ფერი, თუ ეს დაგეხმარებათ მის ვიზუალიზაციაში. ოქროსფერი, კაშკაშა თეთრი, სამკურნალო ლურჯი, რაც ინსტინქტურად გეჩვენებათ სამკურნალოდ და აღმდგენი.
ეს არ არის მხოლოდ цаრიელი ვიზუალიზაცია. როდესაც ნათლად წარმოიდგენთ სინათლეს და სითბოს, თქვენი ტვინი რეალურად ზრდის სისხლის ნაკადს თქვენს ხელებში იდეომოტორული რეაქციის სახელით ცნობილი მომხიბვლელი მექანიზმის მეშვეობით. მეტი სისხლი ნიშნავს მეტ ჟანგბადს, მეტ სითბოს, მეტ საკვებ ნივთიერებას, მეტ ელექტრომაგნიტურ აქტივობას. თქვენ იყენებთ თქვენს წარმოსახვას, როგორც რეალური, გაზომვადი ფიზიოლოგიური პროცესების ზუსტ საკონტროლო მექანიზმს. იგრძენით, როგორ იზრდება ეს სითბო თქვენს ხელისგულებს შორის. იგრძენით, როგორ ხდება სამკურნალო სინათლე თანდათანობით უფრო კაშკაშა და ინტენსიური. ახლა ნელა, ძალიან ნელა გადაიტანეთ ხელები იმ ადგილისკენ, სადაც პრობლემას გრძნობთ. თუ ეს მხრების დაჭიმულობაა, ხელები მხრებისკენ ასწიეთ. თუ ეს შფოთვა მკერდში, გადაიტანეთ ისინი მკერდის ძვლისკენ. თუ ეს თავის ტკივილია, საფეთქლების ან შუბლისკენ. თუ ეს დაღლილობაა, თქვენი მზის წნულისკენ, იმ რბილი წერტილისკენ, რომელიც ნეკნების ქვეშაა. მოძრაობისას გონებაში შეინახეთ თბილი სამკურნალო სინათლის ეს ნათელი გამოსახულება ძლიერი და ნათელი. ნუ იჩქარებთ ამ მოძრაობას. ხელების სწორად მოსაწყობად 10 წამი დაუთმეთ. როდესაც ხელები პრობლემურ ადგილს მიუახლოვდება, არ არის აუცილებელი პირდაპირ სხეულზე შეხება. უბრალოდ, კანთან 1 ან 2 სანტიმეტრით მიუახლოვდით. სტაბილურად დაიჭირეთ ისინი. შეინარჩუნეთ სამკურნალო სინათლის მკაფიო გამოსახულება, რომელიც თქვენი ხელისგულებიდან პირდაპირ პრობლემურ ადგილას მოედინება. განაგრძეთ სუნთქვა-ნელი ღრმა რიტმით. 4 დათვლა იწყება. 4 დათვლა ჩერდება. 6 დათვლა მთავრდება. შემდეგი ნაწილი ყველაზე კრიტიკულია, ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით. ნუ ეცდებით რაიმეს ძალით მოწყობას. ნუ დაიძაბებით ძალისხმევით. ნუ დაჭიმავთ ხელებს ან მკლავებს. ნუ კონცენტრირდებით ისე ინტენსიურად, რომ სახე შეგეკუმშოთ. უბრალოდ ხელები ამ მდგომარეობაში გეჭიროთ. შეინარჩუნეთ სამკურნალო სინათლის გამოსახულება. ისუნთქეთ ბუნებრივად და რითმულად. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ დაძაბულობა და დაძაბულობა ბლოკავს ენერგიის ნაკადს. თუ ძალისხმევით იძაბებით, სისხლძარღვებს ავიწროებთ, კუნთებს იკუმშებთ, ელექტრომაგნიტურ ველში ქაოსსა და სტატიკას ქმნით. ტექნიკა მუშაობს თანმიმდევრულობით და არა ძალისხმევით. მოდუნებული ფოკუსირებით და არა დაძაბული ძალისხმევით. თქვენი ყურადღება მტკიცედ და ნათლად არის მიმართული თქვენს ხელებსა და პრობლემურ არეალზე. თუმცა, თქვენი სხეული რჩება მოდუნებული, რბილი, ღია. თქვენი ხელები ნაზად ამახვილებს თქვენს ელექტრომაგნიტურ ველს ამ კონკრეტულ არეალზე. თქვენი ფოკუსირებული ყურადღების მიერ შექმნილი გაზრდილი სისხლის ნაკადი პირდაპირ პრობლემურ არეალში გადააქვს მეტი ჟანგბადი, მეტი საკვები ნივთიერება, მეტი იმუნური უჯრედი. თქვენი ხელებიდან გამოსხივებული თანმიმდევრული ელექტრომაგნიტური ნიმუში, ამ არეალში არსებულ დარღვეულ ნიმუშს სტაბილურ შაბლონს აძლევს რეორგანიზაციისთვის. ეს ჰგავს იმას, თუ როგორ ავტომატურად სინქრონიზებენ კამერტონის ჩანგლები თავიანთ ვიბრაციას ერთმანეთთან ახლოს განთავსებისას. თანმიმდევრული სიხშირე იფხრობს ქაოტურ სიხშირეს. დარჩით ამ პოზიციაში 2 სრული წუთის განმავლობაში. ვიცი, რომ 2 წუთი ცოტა ჟღერს, როცა ამას ვამბობ, მაგრამ როდესაც არაფერს აკეთებთ, გარდა იმისა, რომ ხელებს ადგილზე აჭერთ და სუნთქავთ, სინამდვილეში უფრო დიდხანს გეჩვენებათ. თქვენი გონება გარდაულად მოინდომებს ხეტიალს. გაფანტული აზრები შემთხვევით გამოჩნდება. ეს სისულელეა. სწორად ვაკეთებ, ვერაფერს ვგრძნობ. ელ-ფოსტა უნდა შევამოწმო. რას ვამზადებ სადილად? კარი ჩავკეტე? მიეცით ამ აზრებს საშუალება, გაიარონ ცაზე მოტივტივე ღრუბლებივით. ნუ შეებრძოლებით მათ. ნუ შეეხებით მათ. ნუ გაჰყვებით მათ კურდღლის სოროებში. უბრალოდ შეამჩნიეთ ისინი ნეიტრალურად და ნაზად დააბრუნეთ ყურადღება თქვენს ხელებზე, თქვენს სუნთქვაზე, სამკურნალო სინათლის გამოსახულებაზე. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენი გონება ხეტიალობს და თქვენ შეგნებულად აბრუნებთ მას, თქვენ აძლიერებთ თქვენს ფოკუსს კუნთის მსგავსად. ეს არის გონებრივი ვარჯიში ისევე, როგორც ენერგეტიკული მუშაობა. 2 სრული წუთის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში დააყენეთ ტაიმერი ისე, რომ მუდმივად არ აკონტროლოთ საათი, ნელა მოაშორეთ ხელების სხეულს. ჩაისუნთქეთ 1 ღრმა, სრული სუნთქვა. ნაზად გაახილეთ თვალები. რბილად შეანჯღრიეთ ხელები, რათა გამოთავისუფლდეთ დაგროვილი ენერგიისგან. ახლა გულწრფელად შეამოწმეთ ეს პრობლემური არე. ნუ იმედოვნებთ ან ელით რაიმე კონკრეტულს. ნუ ეცდებით აიძულოთ თავი-თავი უკეთ იგრძნოთ.
უბრალოდ ობიექტურად შეამჩნიეთ, რა არის განსხვავებული, რა შეიცვალა, რა შეიცვალა. ადამიანების უმეტესობა ამჩნევს მყისიერ, უტყუარ ცვლილებას. დაძაბულობა მნიშვნელოვნად შესუსტდა. შესაძლოა, სრულად არ გამქრალა, მაგრამ შესამჩნევად უფრო მოდუნებული, უფრო რბილი. შფოთვა შემცირდა 10-დან 7-დან შესაძლოა 4-მდე, 9-დან 6-მდე. თავის ტკივილი მნიშვნელოვნად შემცირდა. დაღლილობა მოიხსნა, თითქოს ვიღაცამ თქვენი ენერგიის დიმერის ჩამრთველი 20 ან 30%-ით გაზარდა. თუ ჯერ კიდევ ვერ შენიშნეთ დიდი, მკვეთრი განსხვავება, ეს სრულიად ნორმალური და მოსალოდნელია, განსაკუთრებით თუ ამას პირველად ცდილობთ. თქვენ იღვიძებთ სისტემებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მიძინებული იყო. ნერვულ გზებს დრო სჭირდებათ ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის. თქვენს სხეულს დრო სჭირდება, რომ დაიმახსოვროს ეს უნარი, რომელიც ოდესღაც ჰქონდა. სცადეთ ისევ დღეს დაძინებამდე. და ისევ ხვალ-დილით. მესამედ, აუცილებლად შეამჩნევთ გაზომვად ცვლილებას. მე არ ვამბობ, რომ ბრმად დამიჯერეთ. მე ვამბობ, რომ თავად გამოსცადოთ ემპირიულად. შეაგროვეთ საკუთარი მონაცემები. მაგრამ თქვენგან უმეტესობა, თუ ეს ვარჯიში ნამდვილად შეასრულეთ გულწრფელი ყურადღებით და არა ნახევრად გულით, სხვა რამეებზე ფიქრისას, ახლავე გრძნობთ ცვლილებას. რაღაც შეიცვალა. პრობლემა შეიძლება ისევ არსებობს, მაგრამ ახლა ის განსხვავებულია. უფრო მშვიდი. ნაკლებად ინტენსიური. ნაკლებად დომინანტური. ახლა მის გარშემო სივრცეა, იმის ნაცვლად, რომ ის მთელ თქვენს ცნობიერებას შთანთქავს. და ეს თქვენ გააკეთეთ. მე არა. არც რომელიმე მკურნალი, გურუ ან ექსპერტი განსაკუთრებული ძალებით. შენ, შენი ხელებით, შენი სუნთქვით, შენი კონცენტრირებული ყურადღებით. შენ უბრალოდ დაუმტკიცე საკუთარ თავს რაღაც არაჩვეულებრივი. შენ არ ხარ უძლური საკუთარ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შენ არ ხარ უმცეო მსხვერპლი იმისა, რასაც შენი სხეული გვრის. თქვენ გაქვთ ხელსაწყოები, ჩაშენებული ბიოლოგიური ხელსაწყოები, რომლებიც რეალურად მუშაობენ, ხელსაწყოები, რომლებიც მთელი ცხოვრება იქ გქონდათ და მოთმინებით ელოდებიან, როდის გაიხსენებთ, როგორ გამოიყენოთ ისინი. ნება მომეცით აგიხსნათ, რა ხდება სინამდვილეში თქვენს სხეულში, როდესაც ამას აკეთებთ, რადგან მექანიზმის გაგება მნიშვნელოვნად უფრო ეფექტურს გხდით. ის ასევე ახშობს თქვენს თავში არსებულ სკეპტიკურ ხმას, რომელიც გამუდმებით ამტკიცებს, რომ ეს არ შეიძლება იყოს რეალური. თქვენი გული წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც ვრცელდება თქვენი ფიზიკური სხეულის მიღმა 3-4 ფუტის მანძილზე ყველა მიმართულებით. ეს არ არის მისტიკური ენერგია ან სულიერი ვიბრაცია. ეს არის პირდაპირი, გაზომვადი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის აღმოჩენაც შესაძლებელია სამეცნიერო ინსტრუმენტებით. ის ინსტიტუტი 3 ათწლეულზე მეტია, რაც ამ ფენომენს ინტენსიურად სწავლობს. მათ შეუძლიათ გაზომონ თქვენი გულის ელექტრომაგნიტური ხელმოწერა ოთახის მეორე მხრიდან. როდესაც სტრესში ხართ, შეშფოთებული, გაბრაზებული ან შეშინებული, ეს ველი ხდება ქაოტური, არარეგულარული, არათანმიმდევრული. როდესაც მშვიდი, მადლიერი, მოსიყვარულე ან მშვიდობიანი ხართ, ის ხდება რითმული, ორგანიზებული, თანმიმდევრული. ეს არ არის პოეტური მეტაფორა. ეს არის ტალღური ნიმუშების რეალური გაზომები სამეცნიერო ინსტრუმენტებზე. თქვენი ხელები, რომლებიც თქვენი ხელების ბოლოებშია განლაგებული, ამ ველის ბუნებრივ ფოკუსურ წერტილებად იქცევა. მათ კვადრატულ ინჩზე მეტი ნერვული დაბოლოება აქვთ, ვიდრე სხეულის თითქმის ნებისმიერ სხვა ადგილას. ტუჩებისა და სასქესო ორგანოების გარდა. ნერვული დაბოლოებების ეს წარმოუდგენლად მკვრივი კონცენტრაცია თქვენს ხელებს ელექტრომაგნიტური ინფორმაციის უკიდურესად მგრძნობიარე მიმღებებად და მისი საოცრად ძლიერ გადამცემებად აქცევს. როდესაც ხელებს სხეულის იმ ნაწილზე იჯერთ, რომელიც ტკივილს, დაძაბულობას ან დისფუნქციას განიცდის, ერთდროულად რამდენიმე რამ ხდება მრავალ დონეზე. პირველ რიგში, თქვენი ფოკუსირებული ყურადღება ზრდის სისხლის ნაკადს თქვენს ხელებში ნეიროვასკულური შეერთების სახელით ცნობილი პროცესის მეშვეობით. თქვენი ტვინი ავტომატურად მიმართავს მეტ სისხლს იმისკენ, რასაც ყურადღებას აქცევთ. მეტი სისხლი ნიშნავს მეტ ჟანგბადს, მეტ საკვებ ნივთიერებას, მეტ სითბოს, მეტ ელექტრომაგნიტურ აქტივობას. თქვენი ხელები გაზომვად თბება. ამის გადამოწმება შეგიძლიათ თერმომეტრით. ისინი არა მხოლოდ სუბიექტურად გრძნობენ თავს უფრო თბილად. ისინი ობიექტურად უფრო თბილები არიან. მეორეც, თქვენს ხელებში გაზრდილი ელექტრომაგნიტური აქტივობა ქმნის თანმიმდევრულ, ორგანიზებულ ველს. თქვენი ხელების ელექტრომაგნიტური ველი პირდაპირ ურთიერთქმედებს მათ ქვეშ არსებული ქსოვილის ველთან.
ჯამრთელ ქსოვილს აქვს თანმიმდევრული, ორგანიზებული ელექტრომაგნიტური ხელმოწერა. დაზიანებულ, ანთებით ან ქრონიკულად დაძაბულ ქსოვილს აქვს ქაოტური, დარღვეული ხელწერა. როდესაც დარღვეულ ველთან თანმიმდევრულ ველს ათავსებთ, ავტომატურად ხდება ელექტრომაგნიტური შეხება. ეს ზუსტად ისეთია, როგორც კამერტონის ჩანგლები. დაარტყით ერთ კამერტონის ჩანგალს და მის მახლობლად მოათავსეთ მეორე უძრავად ჩანგალი. მეორე ჩანგალი დაიწყებს ვიბრაციას იმავე სიხშირით, როგორც პირველი, შეხების გარეშე. დარღვეული ქსოვილი ბუნებრივად იწყებს ორგანიზებას, რათა შეესაბამებოდეს თქვენი ხელების მიერ შექმნილ თანმიმდევრულ ნიმუშს. ეს არ არის მაგია ან სურვილის რეალიზება. ეს არის რეზონანსი, ფიზიკაში კარგად გაგებული პრინციპი. მესამე, თქვენი ყურადღების მიერ შექმნილი გაზრდილი სისხლის ნაკადი პრობლემურ ზონას მეტ რეალურ ფიზიკურ რესურსს მოაქვს. მეტ ჟანგბადს უჯრედული მეტაბოლიზმისა და ენერგიის წარმოებისთვის. მეტ იმუნურ უჯრედებს ანთებისა და ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მეტ საკვებ ნივთიერებას ქსოვილების აღდგენისა და რეგენერაციისთვის. თქვენ უბრალოდ არ აგზავნით აბსტრაქტულ ენერგიას. თქვენ მიმართავთ თქვენი სხეულის რეალურ სამკურნალო რესურსებს კონკრეტულ ადგილას ფოკუსირებული ყურადღების ძალით. მეოთხე, და ეს აბსოლუტურად მნიშვნელოვანია გასაგებად, ნელი ღრმა სუნთქვის რეჟიმი ააქტიურებს თქვენს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას. თქვენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას ორი განსხვავებული შტო აქვს. სიმპათიკური, რომელიც სტრესის, ბრძოლის ან გაქცევის რეჟიმია, და პარასიმპათიკური, რომელიც განკურნების, დასვენების და აღდგენის რეჟიმია. ადამიანების უმეტესობა სიფხიზლის საათების 90%-ს ან მეტ სიმპათიკური დომინირების, მუდმივი ბრძოლის ან გაქცევის რეჟიმში ატარებს, მაშინაც კი, როდესაც რეალური საფრთხე არ არსებობს. ამ მდგომარეობაში თქვენი სხეული აქტიურად გადამისამართებს სისხლს განკურნებისა და მონელებისგან კუნთებისკენ, რათა იბრძოლოს ან გაიქცეს. თქვენი იმუნური სისტემა თრგუნავს. ანთება მთელ სხეულში იზრდება. აღდგენის პროცესები მთლიანად წყდება. როდესაც ნელა და ღრმად სუნთქავთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უფრო დიდხანს ამოისუნთქავთ, ვიდრე ჩასუნთქავთ, თქვენ ააქტიურებთ პარასიმპათიკურ შტოს. თქვენი გულისცემა ნელდება. არტერიული წნევა ეცემა. სისხლის ნაკადი შინაგანი ორგანოებისკენ გადადის. ანთების საწინააღმდეგო პროცესები აქტიურდება. თქვენი სხეული სიტყვასიტყვით, ფიზიოლოგიურად გადადის გადარჩენის რეჟიმიდან განკურნების რეჟიმში. სწორედ ამიტომ სუნთქვას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ხელის პოზიციას. სუნთქვის გარეშე, თქვენ ცდილობთ განკურნებას სტრესის რეჟიმში ყოფნისას. ეს ჰგავს აბაზანის შევსებას, როდესაც სადრენაჟე მილი ფართოდ არის გახსნილი. სუნთქვა ხურავს სადრენაჟე მილი, რათა სამკურნალო რესურსებმა რეალურად დაგროვდეს და შეასრულონ თავიანთი სამუშაო. სწორედ ამიტომ მუშაობს ეს ტექნიკა ასე ეფექტურად. არა რწმენის გამო, თუმცა რწმენა ნამდვილად აძლიერებს ეფექტს. არა პლაცებოს გამო, თუმცა გონება ძლიერია. არამედ იმიტომ, რომ თქვენ პირდაპირ მუშაობთ თქვენი სხეულის რეალურ ფიზიოლოგიურ მექანიზმებთან ისე, რომ ექსპონენციალურად აძლიერებთ მათ. და აი, რა არის ლამაზი ნაწილი, რაც ამას კიდევ უფრო ძლიერს ხდის. რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ, მით უფრო ძლიერდება ეს ნერვული გზები. პირველად რომ ცდილობთ, თქვენი სხეული ზუსტად არ იცის, რა სითხოთ. ნერვული გზები, რომლებიც აკავშირებენ შეგნებულ განზრახვას ელექტრომაგნიტურ გამომავალთან, სუსტი, ჟანგიანი, წლების ან ათწლეულების განმავლობაში გამოუყენებელია. მეათე ვარჯიშის შემდეგ ეს გზები უფრო ნათელი, სწრაფი და ეფექტური ხდება. მეასედ ვარჯიშის შემდეგ თქვენი სხეული თითქმის მყისიერად რეაგირებს თქვენს განზრახვაზე. თქვენ ავითარებთ უნარს, რომელიც ზუსტად ნებისმიერი სხვა უნარის მსგავსია. ფორტეპიანოზე დაკვრა, ყალათბურთის სროლა, ახალ ენაზე საუბარი. თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენი სხეულის გარეთ არსებულ ენერგიაზეც. თქვენი ხელები არა მხოლოდ თქვენს სისტემაზე მოქმედებს. ისინი გავლენას ახდენენ თქვენს გარშემო არსებულ სივრცეზე, თქვენს გარშემო არსებულ საგნებზე, წყალზე, რომელსაც სვამთ, საკვებზე, სხვა ადამიანებზეც კი, თუ ისინი ღია და მგრძნობიარენი არიან მის მიმართ. აქ არის ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებაც შეგიძლიათ დღეს საღამოს და რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ. აიღეთ ჩიქა წყალი, ჩვეულებრივი ონკანის წყალი პირდაპირ ონკანიდან. დადგით მაგიდაზე პირდაპირ თქვენს წინ. დაიჭირეთ ხელები ჩიქის ორივე მხარეს, ხელისგულებით წყლისკენ მიმართული. ფიზიკურად არ შეეხოთ თავად ჩიქას. დახუჯეთ თვალები. გაიმეორეთ იგივე სუნთქვის რეჟიმი, რომელიც ისწავლეთ.
4 დათვლა შეჩერებულია, 6 დათვლა ამოიწურა. თითოეული ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ სითბო და კაშკაშა სინათლე, რომელიც თქვენი ხელისგულებიდან პირდაპირ წყალში მოედინება. წარმოიდგინეთ, როგორ ორგანიზდება წყლის მოლეკულები, რომლებიც უფრო თანმიმდევრულები, უფრო სტრუქტურირებულები, უფრო ცოცხალები ხდებიან. რატომ კონკრეტულად წყალი? იმიტომ, რომ წყალი დედამიწაზე ყველაზე ელექტრომაგნიტურად მგრძნობიარე ნივთიერებაა. წყლის მოლეკულები პოლარულია, რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ დადებითი და უარყოფითი ბოლოები, როგორც პაცაცინა მაგნიტები. ეს მათ ელექტრომაგნიტური ველების მიმართ წარმოუდგენლად მგრძნობიარეს ხდის. ისინი აქტიურად რეორგანიზდებიან გარე ველების sapasუხოდ. გააკეთეთ ეს ზუსტად 3 წუთის განმავლობაში. არ გამოტოვოთ ეს. ნუ შეასრულებთ მოძრაობებს ნახევრად გულიანად. 3 სრული წუთი ფოკუსირებული იყავით წყალზე. შემდეგ ხელები მოიშორეთ და ნელა და გააზრებულად დალიეთ წყალი. მაგრამ ნუ გადაყლაპავთ ავტომატურად. ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ გამოცდილებას. როგორი გემო აქვს ჩვეულებრივ ონკანის წყალთან შედარებით? როგორი შეგრძნებაა პირში? როგორი შეგრძნებაა ყელში ჩასვლისას? როგორ რეაგირებს თქვენი სხეული მასზე გადაყლაპვის შემდეგ? ადამიანების უმეტესობა აღნიშნავს, რომ წყალს რაღაცნაირად შესამჩნევად უფრო რბილი, ნაკლებად უხეში და რბილი გემო აქვს. ის უფრო დამატენიანებელი შეგრძნებაა. თითქოს უფრო სწრაფად შეიწოვება თქვენს უჯრედებში. ზოგიერთი ადამიანი მაშინვე გრძნობს ენერგიის დახვეწილ მომატებას ან კეთილდღეობის ნას შეგრძნებას, რომელიც მათ ორგანიზმში ვრცელდება. ეს პლაცებოს ეფექტი არ არის. ამის დასამტკიცებლად შეგიძლიათ ბრმად გამოსცადოთ. სთხოვეთ ვინმეს მოამზადოს 2 იდენტური ჩიქა წყალი ერთი და იგივე წყაროდან. ერთი დატენეთ ხელით 3 წუთის განმავლობაში, იმის ცოდნის გარეშე თუ რომელი. შემთხვევით მონიშნეთ ისინი დედაძე შემდეგ გასინჯეთ ორივე, იმის ცოდნის გარეშე თუ რომელი დატენეთ. შემთხვევათა უმრავლესობაში, თქვენ შეძლებთ ამოიცნოთ რომელი დატენეთ. მას შესამჩნევად, გაზომვად განსხვავებული გემო ექნება. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენს ორგანიზმში განსხვავებული შეგრძნება გექნებათ. თქვენ ელექტრომაგნიტური ზემოქმედების გზით წყლის მოლეკულური სტრუქტურის რეორგანიზაცია მოახდინეთ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორმა ჯერალდ პოლაკმა ჩაატარა ვრცელი, საფუძვლიანი კვლევა იმის შესახებ, რასაც ის სტრუქტურირებულ წყალს ან გამორიცხვის ზონის წყალს უწოდებს. წყლის მოლეკულები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ თანმიმდევრულ ნიმუშებად და არა შემთხვევით ქაოსად. სტრუქტურირებულ წყალს აქვს ნამდვილად განსხვავებული თვისებები, ვიდრე ჩვეულებრივი არაორგანიზებული წყალი. ის უფრო ბლანტია. ის უკეთ ინარჩუნებს ენერგიას. ის განსხვავებულად ურთიერთქმედებს ბიოლოგიურ ქსოვილთან. თქვენს ხელებს შეუძლიათ შექმნან სტრუქტურირებული წყალი ფოკუსირებული ელექტრომაგნიტური გამომავალი სიგნალის საშუალებით. და რადგან თქვენი სხეული დაახლოებით 70% წყლისგან შედგება, რადგან თქვენი სისხლი, თქვენი უჯრედები, თქვენი ქსოვილები ძირითადად წყლისგან შედგება, თქვენ სწავლობთ იმ გარემოზე გავლენის მოხდენას, რომელშიც თქვენი ყველა უჯრედული პროცესი მიმდინარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენს სხეულში ყველა ქიმიური რეაქცია წყალში ხდება. ყველა სიგნალი, რომელსაც თქვენი უჯრედები უგზავნიან ერთმანეთს, წყალში გადადის. ყველა საკვები ნივთიერება და ნარჩენი პროდუქტი წყალში მოძრაობს. როდესაც თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ წყლის სტრუქტურაზე, თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ თქვენს სხეულში არსებულ ყველა პროცესზე ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე. როგორც კი შეძლებთ დემონსტრირებად შეცვალოთ წყალი, შეგიძლიათ შეცვალოთ ენერგია ოთახში, სივრცეში, გარემოში. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თავდაპირველად შეიძლება გეგონოთ. სივრცეები აგროვებენ ელექტრომაგნიტურ ნიმუშებს ისევე, როგორც წყალი. ახლავე შედით თქვენი სახლის ნებისმიერ ოთახში. დადექით ცენტრში. ხელები მხრების სიმაღლეზე გაშალეთ, ხელისგულები გარეთ მიმართული. დახუჭეთ თვალები და ნელა შემოbrundით სრულ წრეზე, ყურადღებით დააკვირდით, თუ როგორ გრძნობთ თავს თითოეული მიმართულებით. შეამჩნევთ მკაფიო, უტყუარ განსხვავებებს. ერთი მიმართულება შეიძლება მძიმე, ჩაჩედილი, მკვრივი იყოს, თითქოს სქელ მელასაში გადიხართ. მეორე შეიძლება მსუბუქი, ღია, მიედინება, ფართო იყოს. ერთი შეიძლება სუბიექტურად ცივი ან ბნელი იყოს. მეორე შეიძლება თბილი ან კაშკაშა იყოს. თქვენ ამას არ წარმოიდგენთ. თქვენ აღმოაჩენთ ამ სივრცეში დაგროვილ რეალურ ელექტრომაგნიტურ ნიმუშებს.
ნიმუშებს, რომლებიც შექმნილია ელექტრონიკის მუდმივი მუშაობით, ავეჯის სპეციფიკური განლაგებით, წარსული მოვლენების, კამათის, ზეიმის, სტრესის ემოციური ნარჩენებით, თავად ოთახის გეომეტრიით. ელექტრომაგნიტური ველები უბრალოდ არ ქრება. ისინი რჩება, გროვდება, დროთა განმავლობაში გროვდება. ოთახში თქვენი ყველა კამათი ტოვებს ელექტრომაგნიტურ ხელმოწერას. თქვენს მაგიდასთან სტრესით სავსე ყოველი სამუშაო სესია ქმნის მდგრად ნიმუშებს. ყოველ ჯერზე, როცა საწოლში წოლით ხართ, ნერვიულობა ნარჩენებს ქმნის. თვეებისა და წლების განმავლობაში ეს ნიმუშები თაროზე მტვერივით გროვდება, რაც სივრცეს სულ უფრო და უფრო მძიმეს, დამთრგუნველს და დამღლელს ხდის. მიმართეთ იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე მძიმე, მკვრივი, ყველაზე ჩარჩენილი და უმოძრაო გეჩვენებათ. ხელები მკერდის წინ შეაერთეთ, შემდეგ კი სამჯერ გამოწიეთ ამ მიმართულებით. თითქოს ფიზიკურად რაღაც მძიმეს და მყარს უბიძგებთ. თითოეული ბიძგი უნდა იყოს მტკიცე, გადამწყვეტი, განზრახული. ფიზიკური ხელებით უბიძგებისას, გონებაში ნათლად დაისახეთ. მე ვასუფთავებ უმოძრაო ენერგიას ამ სივრციდან. მე ვარღვევ უმოძრაო ნიმუშებს. მე ვაძლევ ბუნებრივ დინებას განახლების საშუალებას. თქვენ იყენებთ ფიზიკურ მოძრაობას ფოკუსირებულ განზრახვასთან ერთად, რათა დაარღვიოთ ჩარჩენილი ელექტრომაგნიტური ნიმუშები. ეს ზუსტად იგივეა, რაც ხელის კვამლში გაქნება მის გასაფანტად. თქვენ არ ქმნით ახალ ენერგიას ან არ აშორებთ ძველ ენერგიას არსებობიდან. თქვენ ხელახლა ანაწილებთ იქ არსებულს, არღვევთ უმოძრაო ჯიბეებს, საშუალებას აძლევთ ჩარჩენილ ნიმუშებს ბუნებრივად გაიფანტონ და ხელახლა ორგანიზდნენ. შემდეგ ნელა შემოbrundით ისევ სრულ წრეზე, იგრძნობთ თითოეულ მიმართულებას. ადამიანების უმეტესობას აღმოაჩენს, რომ მძიმე მიმართულება ახლა შესამჩნევად მსუბუქი, უფრო ნეიტრალური, უფრო ღია ჩანს. სიმკვრივე გაიზარდა. თქვენ წარმატებით დაარღვიეთ ჩარჩენილი ელექტრომაგნიტური ნიმუშები და ბუნებრივი ნაკადის განახლებას მიეცათ. სწორედ ამიტომ გძინავთ ზოგიერთ ოთახში უკეთესად, ვიდრე სხვებში. რატომ არის ზოგიერთი სივრცე ენერგიული, ზოგი კი დამღლელი? რატომ შეიძლება თქვენი განწყობა მკვეთრად შეიცვალოს მხოლოდ ოთახის გამოცვლით? ახლა კი შეგიძლიათ მასზე შეგნებულად, განზრახ იმოქმედოთ. სცადეთ ეს თქვენს საძინებელში დღეს საღამოს, განსაკუთრებით თუ გიჭირთ დაძინება ან ძილის შენარჩუნება. ხელებით გაწმინდეთ სივრცეში დაგროვილი ენერგია, მოაშორეთ ყველაფერი, რაც მძიმე ან გაჩერებულია. შემდეგ კი იქ დაიძინეთ. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ეს ოთახს უფრო ნათელს, სუფთას და ღრმა დასვენებისთვის უფრო ხელსაყრელს ხდის. სივრცეში მოდუნება ფაქტიურად უფრო ადვილია. ახლა, როდესაც გესმით ძირითადი მექანიზმი, თუ როგორ მუშაობს ეს სინამდვილეში ფიზიოლოგიურ დონეზე, მოდით ვისაუბროთ 5 კონკრეტულ ხელის პოზიციაზე, რომლებიც ყველაზე დრამატულ, შესამჩნევ ეფექტებს წარმოქმნიან. ეს არ არის შემთხვევითი პოზიციები, რომლებიც ვიღაცამ გამოიგონა. ისინი დაფუძნებულია ათასობით წლიან პრაქტიკაზე მრავალ უძველეს ტრადიციაში, რაც ახლა დადასტურებულია ელექტრომაგნიტური ველის დინამიკის თანამედროვე გაგებით. პოზიცია პირველი, გულის გადატვირთვა. მოათავსეთ მარჯვენა ხელი გულზე, პირდაპირ გულზე. მოათავსეთ მარცხენა ხელი მარჯვენა ხელზე, დაალაგეთ ისინი. ეს პოზიცია ქმნის პირდაპირ კავშირს თქვენს ხელებსა და თქვენს სხეულში ყველაზე ძლიერ ელექტრომაგნიტური ველის გენერატორს შორის. თქვენი გული წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც 500-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი ტვინის ველი. როდესაც ხელებს აქ ამახვილებთ, თქვენ პირდაპირ უერთდებით თქვენი სხეულის ყველაზე ძლიერ ენერგიის წყაროს. გამოიყენეთ ეს პოზიცია, როდესაც გრძნობთ ემოციურ გადატვირთვას, შფოთვას, საკუთარი თავისგან გათიშვას ან როდესაც გჭირდებათ უფრო ღრმა სიბრძნის წვდომა, რომელიც რაციონალური აზროვნების მიღმა არსებობს. თქვენი გული იცის ისეთი რამ, რაც თქვენს ტვინს ჯერ არ გაუგია. ეს პოზიცია მათ შორის ხიდს ქმნის. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში, ნელა და ღრმად სუნთქვით. ნუ ელით რაიმე კონკრეტულის მოხდენას. უბრალოდ იგრძენით ის, რასაც გრძნობთ განსჯის გარეშე. ბევრი ადამიანი განიცდის მყისიერ დამშვიდებას. ზოგიერთს აქვს ემოციური განტვირთვა, ცრემლები, ამოიოხრა, მტკნარება. ეს არ არის ნიშნები იმისა, რომ რაღაც რიგზე არ არის. ეს არის ნიშნები იმისა, რომ ჩარჩენილი ემოციური ენერგია საბოლოოდ მოძრაობს, საბოლოოდ გამოიყოფა. ნუ გააანალიზებთ მას. ნუ განსჯით. უბრალოდ მიეცით მას საშუალება ბუნებრივად მოხდეს. მეორე პოზიცია, ძალის ცენტრი. მოათავსეთ ორივე ხელი თქვენს მზის წნულზე,
იმ რბილ წერტილზე, რომელიც ნეკნების ქვეშაა, ჩიპის ზემოთ. ეს ადგილი შეიცავს უფრო მეტ ნერვულ ქსოვილს, ვიდრე თქვენს სხეულში ნებისმიერ სხვა ადგილას, ტვინის გარდა. მას მეორე ტვინი ეწოდება და შეიცავს 100 მილიონზე მეტ ნეირონს. ეს ასევე თქვენი ენერგეტიკული ძალის ცენტრია, ადგილი, სადაც ნებისყოფა, თავდაჯერებულობა და პირადი ძალა თქვენს სისტემაში ბინადრობს. გამოიყენეთ ეს პოზიცია, როდესაც თავს გამოფიტულად, დამარცხებულად, უძლურად გრძნობთ, ან სანამ დაგჭირდებათ ისეთი რამის გაკეთება, რაც გამბედაობას ან ძალას მოითხოვს. ხელები აქ დაიჭირეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ მუცელში, რათა ის ხელებისკენ გაშალოთ. თითოეული ჩასუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ ფეხებით იღებ ენერგიას დედამიწიდან და აგროვებთ მას ამ ცენტრალურ ენერგიის ცენტრში. თითოეული ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ დაგროვილი ენერგია მთელ სხეულში გამოსხივდება, როგორც ნათურის შუქი. ამ 3 წუთის შემდეგ თავს შესამჩნევად უფრო მიზანმიმართულად, ცენტრირებულად და ძლიერად იგრძნობთ. მესამე პოზიცია, გონების გამწმენდი. ნაზად დაადეთ თითის წვერები საფეთქლებზე, შუბლის გვერდებზე თვალების უკან არსებულ ბრტყელ ადგილებზე. დახუჯეთ თვალები. ნაზად დააწექით, არა ძლიერად, უბრალოდ იმდენად, რომ იგრძნოთ მკაფიო კონტაქტი. გამოიყენეთ ეს პოზიცია, როდესაც თქვენი გონება უკონტროლოდ ჩქარობს, როდესაც ვერ აზროვნებთ გონებრივ ნისლში, როდესაც შფოთვა მთლიანად იფხრობს თქვენს ფიქრებს, ან როდესაც გჭირდებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ვერ ხედავთ დაბნეულობას. ამ პოზიციაზე ნელა ისუნთქეთ. იგრძენით თითის წვერები საფეთქლებზე. წარმოიდგინეთ, რომ ელექტრომაგნიტური კოჰერენტულობა ვრცელდება თქვენი თითის წვერებიდან პირდაპირ ტვინის ქსოვილში. აწყობს ქაოტურ აზროვნების ნიმუშებს, ანელებს გონებრივი ხმაური საჩქარებას. ადამიანების უმეტესობა ამჩნევს, რომ მათი ფიქრები მკვეთრად ნელდება და 60 წამის განმავლობაში იწმინდება. მაქსიმალური ეფექტისთვის 3 წუთით გააჩერეთ. მოთხე პოზიცია, ძილის ინდუქტორი. დაწექით საძოვში ზურგზე. ერთი ხელი გულზე დაიდეთ, მეორე კი მუცლის ქვედა ნაწილზე, ჩიპის ქვეშ. ეს პოზიცია აკავშირებს თქვენს ზედა და ქვედა ენერგეტიკულ ცენტრებს და ქმნის შეგრძნებას, რომ გიჯერენ მხარს, გივლიან და უსაფრთხოდ გრძნობთ თავს. გამოიყენეთ ეს პოზიცია, როდესაც საწოლში წევხართ და ვერ იძინებთ, რადგან თქვენი გონება არ ითიშება ან სხეული არ მოდუნდება. გულზე დადებული ხელი ავტომატურად ამშვიდებს თქვენს ნერვულ სისტემას. მუცელზე ხელის დადება გეხმარებათ თავი დაყრდნობილად, უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოთ. ეს ყველაფერი აუცილებელია ღრმა ძილისთვის. ღრმად ჩაისუნთქეთ მუცლის ქვედა ნაწილში. ყოველი ჩასუნთქვისას ქვედა ხელი ასწიეთ და ჩამოწიეთ. ყურადღება გაამახვილეთ ხელების სხეულზე შეხების შეგრძნებაზე. როდესაც თქვენი გონება გარდაულად გადადის ხვალინდელი საზრუნავის ან დღევანდელი სინანულისკენ, ფრთხილად დააბრუნეთ ის ხელებზე. ბევრი ადამიანი რამდენიმე წუთში ბუნებრივად ისვენებს. მეხუთე პოზიცია, დაძაბულობის მოხსნის საშუალება. დაადგინეთ, სად გაქვთ ამჟამად ყველაზე მეტი დაძაბულობა სხეულში. ადამიანების უმეტესობისთვის ეს არის მხრები, კისერი, ყბა ან წელის ქვედა ნაწილი. მოათავსეთ ერთი ხელი პირდაპირ დაძაბულ ადგილას. მეორე ხელი მოათავსეთ პირველზე, დაალაგეთ ისინი. გამოიყენეთ ეს პოზიცია ყოველთვის, როდესაც შეამჩნევთ დაძაბულობის ზრდას თქვენი სხეულის ნებისმიერ წერტილში. არ დაელოდოთ მის გამწვავებას ან ქრონიკულ ფორმას. როგორც კი შეამჩნევთ დაჩიმულობის წარმოქმნას, დაუყოვნებლივ მოაგვარეთ ეს პრობლემა, სანამ ის გაძლიერდება. დაიჭირეთ ხელები ამ მდგომარეობაში. ისუნთქეთ ნელა და ღრმად. აი მთავარი. თითოეული ამოსუნთქვისას შეგნებულად შეარბილეთ ხელების ქვეშ არსებული ადგილი. ნუ აიძულებთ მოდუნებას. ნება მიეცით. იგრძენით კუნთების დარბილება, დაჩიმულობის კლება, დაძაბულობის გაქრობა. თქვენი ფოკუსირებული ყურადღება ხელებიდან გამომავალ თანმიმდევრულ ელექტრომაგნიტურ ველთან ერთად დაძაბულობას გაცილებით სწრაფად გაათავისუფლებს, ვიდრე მხოლოდ გაჩიმვა ან მასაჟი. ეს 5 პოზიცია მოიცავს ყველაზე გავრცელებულ სიტუაციებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში წააწყდებით. დაეუფლეთ ამ 5 კონკრეტულ პოზიციას და გექნებათ ეფექტური ინსტრუმენტები თითქმის ყველაფრისთვის, რასაც ცხოვრება გთავაზობთ. ნება მომეცით გითხრათ, რა მოხდება დაახლოებით 4 ან 5 დღეში, თუ ამას ყოველდღიურად თანმიმდევრულად ივარჯიშებთ. გექნებათ დღე, როდესაც აბსოლუტურად არაფერი გამოვა. ხელებს ზუსტად იქ დადებთ, სადაც უნდა იყოს. სუნთქვის რეჟიმი ზუსტად და იდეალურად შეასრულეთ. განზრახვა მკაფიოდ დაიმახსოვრეთ. და აბსოლუტურად არაფერს იგრძნობ, არც სითბოს, არც ჩხვლეტის შეგრძნებას.
არც მაგნიტურ შეგრძნებას, არც დაძაბულობის ან შფოთვის ცვლილებას. საერთოდ არაფერს. სრული რადიო სიჩუმე. და ეს ხმა თქვენს თავში, ეს სკეპტიკური, დამცველი ეგოს ხმა ტრიუმფალურად იტყვის, ხედავთ? გითხარით, რომ ეს ძალიან კარგი იყო იმისთვის, რომ სიმართლე ყოფილიყო. ეს თავიდანვე უბრალოდ პლაცებო იყო. პირველი რამდენიმეჯერ, როცა საკუთარი თავი რაღაცას არწმუნებდით სურვილებით. მაგრამ ეს ამტკიცებს, რომ ყველაფერი თქვენს თავშია. დროს ტყუილად კარგავთ. შეწყვიტეთ ეს სულელური სისულელე და დაუბრუნდით რეალურ ცხოვრებას. ეს არის კრიზისული წერტილი. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ადამიანების 90% სრულად და სამუდამოდ ნებდება. აი, რა ხდება სინამდვილეში იმ არაფრის დღეებში. თქვენი ნერვული სისტემა ინტეგრირებს ყველა ცვლილებას. მოდით, აგიხსნათ ეს, რადგან აბსოლუტურად მნიშვნელოვანია გაგება. დაფიქრდით, როგორ მუშაობს ფიზიკური ვარჯიში. ორშაბათს აწევთ სიმძიმეებს. ვარჯიშის დროს თავს ძლიერად, ენერგიულად, ქმედუნარიანად გრძნობთ. სამშაბათს გტკივათ. ოთხშაბათს ისევ გტკივათ, შესაძლოა სამშაბათზე მეტადაც კი. სინამდვილეში თავს უფრო სუსტად გრძნობთ, არა უფრო ძლიერად. თუ თქვენს პროგრესს მხოლოდ ოთხშაბათს შეაფასებდით, დაასკვნიდით, რომ ვარჯიში საერთოდ არ მუშაობს. მაგრამ ხუთშაბათს ან პარასკევს, მოულოდნელად შეგიძლიათ უფრო მეტი წონის აწევა, ვიდრე ორშაბათს შეგეძლოთ. კუნთები გაიზარდა აღდგენის პერიოდში და არა თავად ვარჯიშის დროს. ვარჯიშმა შექმნა სტიმული. აღდგენამ შექმნა ზრდა. ენერგეტიკული მუშაობა ზუსტად იგივე ბიოლოგიურ ნიმუშს მიჰყვება. დღეები, როდესაც ძლიერ შეგრძნებებს გრძნობთ, როდესაც ყველაფერი მკვეთრად იცვლება, როდესაც თქვენი ხელები ელექტრო და ცოცხლად გრძნობს თავს, ეს თქვენი ვარჯიშის დღეებია. თქვენ ქმნით ცვლილებებს, აგზავნით სიგნალებს, იწყებთ პროცესებს. მაგრამ შემდეგ თქვენს ნერვულ სისტემას სჭირდება განსაკუთრებული დრო ამ ცვლილებების ინტეგრირებისთვის, ნერვული გზების გადასაკეთებლად, ახალი საბაზისო ნიმუშების დასამყარებლად, მთელი თქვენი სისტემის ხელახლა დასაკალიბრებლად. ინტეგრაციის დღეებში თქვენ დიდად არაფერს იგრძნობთ. თქვენი შეგნებული გონება ინტერპრეტაციას უკეთებს ამ არარსებობას. მაგრამ შეგნებული ცნობიერების ზღურბლის ქვემოთ, აქტიურად ხდება მასიური რეორგანიზაცია. ახალი ნეირონული კავშირები მხარდება. ძველი შემზღუდავი ნიმუშები იხსნება. თქვენი სხეული ხელახლა იკალიბრებს ახალ ნორმას, ახალ საბაზისო ხაზს. თუ ამ ინტეგრაციის დღეებში თავს დაანებებთ, თქვენ დაკარგავთ მთელ თქვენს პროგრესს. ეს ზუსტად იგივეა, რაც 3 დღის განმავლობაში სიმძიმეების აწევა, ტკივილის შეგრძნება და შემდეგ სპორტდარბაზში აღარასდროს დაბრუნება. თქვენ აბსოლუტურად ვერანაირ შედეგს, ვერანაირ მოგებას, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებთ. მაგრამ თუ ინტეგრაციის დღეებში ვარჯიშს გააგრძელებთ, თუ 3 წუთს შეასრულებთ მაშინაც კი, როცა აბსოლუტურად არაფერს გრძნობთ, ნერვულ გზებს უბრალო გამეორებით, ერთგულებით ავითარებთ. თქვენ ნათლად ეუბნებით თქვენს ნერვულ სისტემას. ეს მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას ვაკეთებთ, დრამატული იქნება თუ არა. და თქვენი ნერვული სისტემა რეაგირებს ამ თანმიმდევრულობაზე, ამ ერთგულებაზე. მე-7 ან მე-8 დღეს გრძნობა უფრო ძლიერად ბრუნდება, ვიდრე ადრე. და თქვენ უეცრად ნათლად მიხვდებით, რომ ეს არაფრის დღეები სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეები იყო. ისინი გამოცდა იყო. ისინი გამოყოფდნენ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ სწრაფი ხრიკები და მყისიერი კმაყოფილება სურთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ნამდვილად სერიოზულად არიან განწყობილნი ფუნდამენტური ცვლილებების მიმართ. აი, სიმართლე, რომლის მოსმენა არავის სურს, რადგან ის არც სექსუალურია, არც საინტერესო და არც რეალიზებადი. ტრანსფორმაცია მოსაწყენია. ეს იგივე მარტივი პრაქტიკაა, რომელიც ყოველდღიურად კვირების და თვეების განმავლობაში ტარდება. სანამ ეს მიკროსკოპული ყოველდღიური ცვლილებები რაღაც არაჩვეულებრივად არ გადაიქცევა. ეს არ არის დრამატული. ეს არ არის საინტერესო. უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს პიკური გამოცდილება ან გარღვევის მომენტი. ეს უბრალოდ სტაბილური, თანმიმდევრული, არაგლამურული პრაქტიკაა. მაგრამ მუშაობს. და მოსაწყენი რამ, რაც რეალურად მუშაობს, ჯობნის საინტერესო რაღაცეებს, რომლებიც ყოველთვის არ მუშაობს. თუ თანმიმდევრულად დარჩებით, დაახლოებით მე-14 დღეს ხდება რაღაც, რაც ყველაფერს სამუდამოდ ცვლის. თქვენ გაქვთ ისეთი უდავო გამოცდილება, რომლისგანაც ვერასდროს დაივიწყებთ, ვერასდროს დაბრუნდებით უკან. ერთ დილით იღვიძებთ და ხვდებით, რომ მთელი ღამე გეძინათ 6 თვის განმავლობაში პირველად.
ან მაღალ თაროზე რაღაცას ეჭიდებით და უცებ ამჩნევთ, რომ მხარი საერთოდ არ გტკივა და არც კი გახსოვთ, როდის შეწყვიტა ტკივილი. ან ჩვეულებრივ სტრესულ შეხვედრაზე ხართ, რომელიც შეკრთებით და შფოთავთ და ხვდებით, რომ 7 კონცენტრირებული, აწმყო ხართ და არა რეაქტიული, როგორც ჩვეულებრივ ხართ. ან ვიღაც აგრესიულად გაწყვეთ გზას საცობში და უბრალოდ არ გაინტერესებთ. არანაირი გაბრაზების პიკი. არანაირი კორტიზოლის მოზღვავება. არანაირი ამაზე ფიქრი მომდევნო 1 საათის განმავლობაში. უბრალოდ მსუბუქი გაღიზიანება, რომელიც წამებში გადის. და უცებ აბსოლუტური სიცხადით ხვდებით. ეს უბრალოდ ცოტათი არ მუშაობს. ეს სინამდვილეში თქვენს ცხოვრებას ფუნდამენტურ დონეზე ცვლის. ეს სამყაროსადმი თქვენი რეაგირების გადაკეთებას ნიშნავს. ეს არის მომენტი, როდესაც რწმენა ცოდნად გარდაიქმნება. ამ მომენტამდე თქვენ ამას რწმენით იღებდით, პრაქტიკას იმიტომ ასრულებდით, რომ გეუბნებოდით, რომ იმუშავებ და შესაძლოა გარკვეულ შედეგებს გრძნობდით, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ იყავით. მაგრამ ახლა თქვენ გაქვთ საკუთარი მტკიცებულება. თქვენი საკუთარი პირდაპირი მტკიცებულება. თქვენი სხეული განსხვავებულია. თქვენი რეაქციები განსხვავებულია. თქვენი ყოველდღიური გამოცდილება ფუნდამენტურად განსხვავებულია. და როგორც კი გექნებათ საკუთარი მტკიცებულება, არა სხვისი ჩვენება, არა სამეცნიერო კვლევა, არამედ თქვენივე პირდაპირი ცხოვრებისეული გამოცდილება, ვერავინ წაგართმევთ მას. სკეპტიკოსებს შეუძლიათ გამათი. ეჭვმიტანილებს შეუძლიათ უარყონ. მეცნიერ მატერიალისტებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ თქვენ იცით, რას გრძნობთ საკუთარ სხეულში. თქვენ იცით, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში. თქვენ გაქვთ მტკიცებულება, რომლის წაშლაც ვერავითარი არგუმენტით ვერ მოხერხდება. სწორედ ამ დროს იწყება ნამდვილი პრაქტიკა. რადგან ახლა ამას არ აკეთებთ იმის სანახავად, მუშაობს თუ არა. თქვენ ამას აკეთებთ, რადგან იცით, რომ ის დარწმუნებით მუშაობს. და გსურთ ნახოთ, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს. კიდევ რამდენის შეცვლა შეგიძლიათ? რამდენის კონტროლის განვითარება შეგიძლიათ? რამდენად ძლიერად შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ საკუთარ მდგომარეობაზე, საკუთარ ენერგიაზე, საკუთარ რეალობაზე? სწორედ ამ დროს იწყებთ ნამდვილი ცნობისმოყვარეობის ექსპერიმენტებს. რა მოხდება, თუ ხელებს გულის ცენტრთან 5 სრული წუთის განმავლობაში დაიჭერთ და დღისთვის მკაფიო განზრახვას დაისახავთ? რა მოხდება, თუ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებამდე სამუშაო სივრცის გასასუფთავებლად ხელებს გამოიყენებთ? რა მოხდება, თუ ჯამის წინ ხელებს საკვებზე დაიჭერთ და პოზიტიური განზრახვით დატვირთავთ? რა მოხდება, თუ ხელების პოზიციებს ბუნებაში, მიწაზე, წყალთან ახლოს, ხეების ქვეშ ივარჯიშებთ? თქვენ საკუთარი ენერგიის მეცნიერი ხდებით. ყოველი დღე ექსპერიმენტად იქცევა. და აღმოაჩენთ, რომ ძირითადი ტექნიკა, რომელიც გასწავლეთ, მხოლოდ საფუძველია, მხოლოდ დასაწყისი. არსებობს ვარიაციები, დახვეწილობები, მოწინავე გამოყენებები, რომლებსაც ინტუიციურად აღმოაჩენთ თანმიმდევრული პრაქტიკის მეშვეობით. ვერავინ გასწავლით ამ მოწინავე ტექნიკებს. თქვენ თავად უნდა აღმოაჩინოთ ისინი თქვენივე სისტემით პირდაპირი ექსპერიმენტების გზით. მესამე კვირისთვის, თუ ნამდვილად თანმიმდევრული იყავით, რაღაც შესანიშნავი ხდება. ეს აღარ არის განსაკუთრებული, ცალკეული პრაქტიკა, რომელსაც აკეთებთ. ის შეუფერხებლად ერწყმის ყველაფერში, ისეთივე ბუნებრივი და ავტომატური, როგორც სუნთქვა. თქვენ იღვიძებთ და სანამ ფეხები იატაკს დაადებთ, სანამ ტელეფონს შეამოწმებთ, ხელებს გულზე იფარებთ და დღისთვის მკაფიო განზრახვას ადგენთ. 30 წამი სჭირდება, მაგრამ ეს 30 წამი განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება შემდეგი 16 საათი. შუადღისას თქვენს მაგიდასთან ზიხართ და გრძნობთ ნაცნობ ენერგიის ვარდნას, ტვინის ნისლს, რომელიც ღრუბლებივით ილექება. ხავის ან შაქრის ავტომატურად მიღების ნაცვლად, ხელებს მზის წნულზე, ნეკნების ქვეშ არსებულ ენერგიის ცენტრზე იჭერთ და ღრმად სუნთქავთ 90 წამის განმავლობაში. ენერგია ბრუნდება. გონებრივი სიცხადე მკვეთრდება. თქვენ ისევ ონლაინ რეჟიმში ხართ. თქვენ რთული საუბარი გექნებათ თქვენს უფროსთან, მეუღლესთან, მოზარდთან. ოთახში შესვლამდე 30 წამს იკავებთ მარტო. ხელისგულები ერთმანეთს მკერდის წინ მიადეთ. სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ. მკაფიო განზრახვა დაისახეთ. მეცენტრირებულად ვრჩები. მკაფიოდ ვუსმენ. სიბრძნით ვპასუხობ და არა რეაქტიულად. საუბარი სრულიად განსხვავებულად მიდის, ვიდრე ადრე იქნებოდა. თქვენ აწმყოში ხართ და არა თავდაცვით პოზიციაში. ემოციურად რეაგირების ნაცვლად გააზრებულად რეაგირებთ. სასურსათო მაღაზიაში რიგში დგახართ.
ტელეფონის უაზროდ გადახვევის ან ზონირების ნაცვლად, წერა თითს საჩვენებელ თითზე აჯერთ. ამ წრეს ასრულებთ და ამ 2 წუთს საკუთარ თავზე ფოკუსირებისთვის, საკუთარი ენერგიის შესაგრძნობად, იმის შეგნებულად ასარჩევად, თუ როგორ გსურთ გრძნობა იმის ნაცვლად, რომ გარემოებების მსხვერპლი იყოთ. დაიძინებთ და იმის ნაცვლად, რომ იქ იწვეთ და თქვენი გონება ხვალინდელი შფოთვისა და დღევანდელი სინანულის გამო ირბინოთ. ხელებს ძილის პოზიციაში ათავსებთ. ერთს გულზე, მეორეს მუცლის ქვედა ნაწილში და შეგნებულად ცვლით თქვენი ნერვული სისტემის სიხშირეს სტრესიდან სიმშვიდეზე. 5 წუთში იძინებთ. ასე გამოიყურება სინამდვილეში ოსტატობა. არა ძალაუფლების დრამატული დემონსტრირება. არა იდეალური ტექნიკა. უბრალოდ პრინციპების მცირე, თანმიმდევრული გამოყენება, რომლებიც შეუფერხებლად არის ინტეგრირებული ჩვეულებრივ ცხოვრებაში. მაგრამ ეს მცირე გამოყენება ექსპონენციურად ერთდება და სიცოცხლის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის. წარმოიდგინეთ ეს, როგორც საბანკო საქმეში რთული პროცენტი. თუ დღეში $1 დაზოგავთ, ეს დიდად არ გეჩვენებათ. მაგრამ 30 წლის განმავლობაში რთული პროცენტით, ეს $1 დღეში $50,000-ზე მეტი ხდება. ყოველდღიური დეპოზიტი მცირეა. კუმულაციური შედეგი უზარმაზარია. ენერგეტიკული პრაქტიკა იგივე სქემას მიჰყვება. ძილის წინ 3 წუთიანი ხელით მუშაობა არცერთ ღამეს მნიშვნელოვნად არ ჩანს. მაგრამ თუ ამას მუდმივად 1 თვის განმავლობაში გააკეთებთ, ნერვული სისტემის 90 წუთს დააგროვებთ. თუ ამას 1 წლის განმავლობაში გააკეთებთ, 18 საათის განმავლობაში დააგროვებთ. თუ ამას 5 წლის განმავლობაში გააკეთებთ, ენერგიის განზრახ კულტივაციას თითქმის 100 საათის განმავლობაში დააგროვებთ. თქვენი სხეული ამ ეტაპზე აღარ არის იგივე სხეული, რომლითაც დაიწყეთ. თქვენი ნერვული სისტემა ფუნდამენტურად გადაკეთდა ყველაზე ღრმა დონეზე. თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები ამჩნევენ, რომ რაღაც განსხვავებულია, თუმცა ზუსტად ვერ ახსნიან რა. ახლა თქვენ გაქვთ ყოფნა, მიზანმიმართულობა, სიმშვიდე, რომელსაც თქვენს გარშემო არსებული ქაოსი არ არღვევს. როდესაც სხვები პანიკაში არიან, თქვენ სტაბილური ხართ. როდესაც სხვები დაღლილები და რეაქტიულები არიან, თქვენ გაქვთ რეზერვები და გააზრებულად რეაგირებთ. როდესაც სხვები გაფანტულები და გადატვირთულები არიან, თქვენ კონცენტრირებული და ნათელი ხართ. ისინი პირდაპირ გეკითხებიან, რას აკეთებთ განსხვავებულად, გაცილებით ერთიანად გამოიყურებით. რა შეიცვალა? იოგას აკეთებთ, მედიტაციას აკეთებთ, თერაპიას აკეთებთ. რა არის თქვენი საიდუმლო და აქ თქვენ გაქვთ არჩევანი. შეგიძლიათ უთხრათ მათ სიმართლე, ასწავლოთ ის, რაც იცით. ან შეგიძლიათ უბრალოდ გაიღიმოთ და უთხრათ, რომ უკეთ უვლით საკუთარ თავს. ორივე პასუხი სრულიად მართალია. ზოგიერთი ადამიანი გულწრფელად მზადაა ამ ინფორმაციის მოსასმენად. ისინი დაინახავენ თქვენს შედეგებს და რეალურად მოისურვებენ სწავლას. მათი თვალები გაუფწყინდება და ისინი გულწრფელად ივარჯიშებენ იმას, რასაც ასწავლით. სხვები დასცინიან ამას, სანამ ცდასაც კი შეეცდებიან. ისინი გეტყვიან, რომ ეს არ არის სამეცნიერო, მიუხედავად იმისა, რომ ბიოელექტრომაგნიტიკაზე არც ერთი კვლევითი ნაშრომი არ წაუკითხავთ. ისინი მას პლაცებოდ მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ პლაცებო არ ხსნის გაზომვათ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. ისინი ყველანაირ საბაბს იპოვიან, რომ არ სცადონ ის, რადგან ფარულად ეშინიათ იმის, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, თუ ის რეალურად იმუშავებს. ნუ დაკარგავთ ენერგიას ამ ადამიანებთან კამათში. ვერ დაარწმუნებთ ადამიანს, ვისაც არ სურს დარწმუნება. თქვენი შედეგები თავისთავად მეტყველებს. დაე, თქვენი ცხოვრება იყოს მტკიცებულება. თქვენ ახლა ამ მომენტში ზღურბლზე დგახართ. ერთ მხარეს თქვენი ძველი ცხოვრებაა. ის, სადაც თქვენ ხართ პასიური მიმღები ყველაფრისა, რასაც თქვენზე დაგაყენებენ. სადაც ტკივილი არის ის, რასაც იტანთ. სადაც დაღლილობა ნორმალურია. სადაც თქვენ არ გაქვთ რეალური გავლენა თქვენს მდგომარეობაზე, თქვენს ენერგიაზე, თქვენს გამოცდილებაზე. მეორე მხარეს არის რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება. ის, სადაც თქვენ აქტიური მონაწილე ხართ. სადაც გაქვთ ინსტრუმენტები, რომლებიც რეალურად მუშაობს. სადაც იცით, რომ როდესაც რაღაც არასწორია, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გააკეთოთ რამე ამის შესახებ, დანიშვნების, რეცეპტების ან სხვისი ნებართვის ან დადასტურების მოლოდინის გარეშე. ამ ორ სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას შორის მანძილი ზუსტად 3 წუთიანი ვარჯიშია დღეს საღამოს. სულ ეს არის. ეს არის მთელი ზღვარი. 3 წუთი. შეგიძლიათ ამის გაკეთება ახლავე, დღეს ღამით, ძილის წინ და ხვალ ნამდვილად განსხვავებული გაიღვიძოთ.
ან შეგიძლიათ დახუროთ ეს ვიდეო და დაუბრუნდეთ გადახვევას, ყურადღების გადატანას, ძველ რიტმს. ხვალ ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც დღესაა. და მეორე დღე. და მომდევნო თვე. და ერთი წელი მის შემდეგ, სანამ 5 წლის შემდეგ საწოლში არ იწვევით, ისევ დაღლილი, ისევ ჩარჩენილი, ისევ იმავე შემზღუდველ რიტმებში, ისევ გსურთ, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყოს, მაგრამ სინამდვილეში არასდროს არაფერს აკეთებთ. მე არ გეტყვით, რა აირჩიოთ. თქვენ ზრდასრული ხართ. თქვენ შეგნებულად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა თქვენი ცხოვრების შეცვლა, თუ გსურთ მისი ზუსტად ისე შენარჩუნება, როგორც არის. მაგრამ ამას სრული დარწმუნებით გეტყვით. თქვენს ხელებს უკვე შეუძლიათ ყველაფერი, რაც აღწერე და მეტიც. ელექტრომაგნიტური ველი უკვე არსებობს, უკვე ფუნქციონირებს. მექანიზმები უკვე მუშაობს. თქვენ არ სწავლობთ რაიმე სრულიად ახალს. თქვენ იხსენებთ რაღაცას, რაც დაგავიწყდათ. თქვენ იღვიძებთ იარაღებს, რომლებიც ბავშვობიდან მიძინებული იყო და მოთმინებით ელოდებით, როდის გაიხსენებთ, როგორ გამოიყენოთ ისინი. და როგორც კი გაიღვიძებთ, ყველაფერი იცვლება. ყველაფერი. დღეს ღამით, ძილის წინ, სცადეთ სამწუთიანი პროტოკოლი ერთხელ. მხოლოდ ერთხელ. დაიჭირეთ ხელები იმაზე, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ, რაც ყველაზე მეტად გტკივა, რაც ყველაზე მეტად გღლის. ნელა ისუნთქეთ. 4 დათვლა ჩაინიშნეთ, 4 დათვლა გააჩერეთ, 6 დათვლა ამოიწურა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ხელისგულებიდან მოედინება სამკურნალო სინათლე. გააჩერეთ ეს პოზა 3 სრული წუთის განმავლობაში. სულ ეს არის, რაც მე გთხოვთ. უბრალოდ სცადეთ ერთხელ გულწრფელი ყურადღებით და ნახეთ, რა მოხდება. თუ არაფერი მოხდება, 3 წუთი დაკარგეთ. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს ძველ ცხოვრებას და დაივიწყოთ, რომ ოდესმე გსმენიათ ეს. თუ რამე მოხდება, თუნდაც რაღაც პატარა, თუნდაც მცირედი ცვლილება, თქვენ იპოვით ისეთ რამეს, რაც მთელი ცხოვრება გამოგადგებათ. რაღაცას, რაც უფრო მეტად გამოიყენებთ მას. რაღაცას, რასაც ვერავინ წაგართმევთ, როგორც კი გაიგებთ, როგორ მუშაობს. არჩევანი თქვენზეა. ყოველთვის ასე იყო. თქვენი ხელები მზადაა. ისინი მთელი ცხოვრება მზად იყვნენ. ერთადერთი კითხვაა, მზად ხართ? და ახლავე კომენტარებში აკრიფეთ ეს 3 სიტყვა. ენერგიის კონტროლი დაუფლებულია. არა იმიტომ, რომ ეს ჯადოსნური შელოცვა ან შელოცვაა, არამედ იმიტომ, რომ ამ სიტყვების აკრეფა საჯარო ვალდებულებას ასრულებ. თქვენ ნათლად ეუბნებით თქვენს ქვეცნობიერს. მე ამას ვაკეთებ. უკან არ ვიხევ. 3 დღეში არ დავივიწყებ. ამ უნარს ვსწავლობ. ამ სიტყვებზე კომენტარის გაკეთებისას ისინი თანმიმდევრულად ასრულებენ თავიანთ სიტყვებს. სწორედ ისინი არიან, ვისი ცხოვრებაც 6 თვის შემდეგ სრულიად განსხვავებული იქნება. ისინი მომწერენ, ვერ ვიჯერებ, რომ ამ ვიდეოს თითქმის გვერდი ავუარე. ნუ იქნებით ის ადამიანი, ვინც ამას უყურებს, 2 საათის განმავლობაში აღელვებულია და შემდეგ არასდროს აკეთებს ამას. იყავით ის ადამიანი, ვინც ახლავე დაწერს კომენტარს. ენერგიის კონტროლი დაძლეულია და გულწრფელად გულისხმობს ამას.